Bonjour, cher ami. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ნაკლებად ადამიანებზე და კულტურაზე და უფრო მეტად ვილაპარაკებთ უფრო პრაქტიკულ რაღაცებზე, რაც განსხვავებული არის აქეთ ევროპაში, საქართველოსგან. და დღეს მინდა თემა იყოს ყველაზე მოსაწყენი, გულის ამრევი, მაგრამ ამავდროულად ძალიან საჭირო რა, მაგის გარეშე პროსტა ვერავინ ვერ ცხოვრობთ რა. ეს არის ტრანსპორტი. ანუ რა სხვაობები ამ ტრანსპორტში რა, იმიტომ რომ აი ეს მტკვარ გადაცურული სომეხივით ხო ყავს ბევრი ქართველი რა. ეს ვინც სომხობას დაივიწყებს მტკვარის გამო რა. ეგეთი ანეკდოტია რა, ეს კითხეთ რა თქვენ ძველთაობას და გეტყვიან. აი ეგეთი როჟები ხო არიან ახლა რა ჩვენთანაც საქართველოში რომ აი ბიჭო, ყველაფერი ჯობია ევროპა. ეს ზაღლი შვილები საქართველოში ერების მაქნისები არ არიან, რაც ნაწილობრივ მართალია, რაღაც ალაოდა ვართ რა ჩვენ რა გორჯები რა. ტრანსპორტშიც მაგალითად. როიქის ავტობუსი აგვიანებს, აჭუჭყიანია, რაღაცა, რას გავს, ბიჭო, ბოგდანები ჯერ ეგ ძველი ამბავია. სადღაც გეხსოვებათ თქვენ ახალგაზრდებს. ხოდა ტრანსპორტი რა, მოკლედ რა არის ტრანსპორტი? ხა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავიწყოთ რა, ხა ყველას გსმენიათ რომ რკინიგზა მაგარი რაღაცა არის რა. მე წამეკითხავს რკინიგზა მაგარიაო. აი ესე მაგარია რა, ეს მისი თავისუფალი საქართველოში დაბადებული ქართველის დილემა მაგარია რა. სუგესმის ევროპა რა მაგარია და ამერიკა რა მაგარია. და სუგესმის ძველი თაობისგან ადრე რა მაგარი იყო რა. და იტოქში შემდგომლობაში რაც გვაქვს არის დიდი ხვიშტი. რომ თავის დროზე რომ მაგარი მატარებლები იყო იქ რაღაცა, იმას შეგეძლო წასულიყავი, აფხაზეთში ჩასულიყავი, რამე ხალხი მატარებლით ჩადიოდა ქუთაისში, რამე და ასე შემდეგ და დღეს რო ის გაქვს ერთი ხაზი არის ზღინკი, ბათუმი თბილისია, ხო თუ არ ვწდები? თუ ვწდები ჩამასწორეთ. მაგრამ სვენია ეგეთ რომ ასაკეთებენ კახეთის მატარებელსაც. მაგრამ კაროჩი ხო რა, აი ეგეთი ტიპი რო ხარ რა ქართველი რა, ეს თავისუფალ საქართველოში დაბადებული და სტრუქტურა ძალიან მორღოვილო დაგხვდა შენ ბრჭყალებში რო თქვა. აი ეგეთი ტიპისთვის არის ძალიან საინტერესო ევროპული რკინიგზის სისტემა რა, ვაფშე რა. იმიტომ რომ გაწკრიალებული, აი ჭიქა-წყალი რო დადო, პატარა წაითამაშებს, მაგრამ არ გაინძრევა რა. ეს დაგან და ყანყალიც აღარ აქვს, არაფერი არ აქვს. გაწიკაწიკებული, ნუ ეგეც ტყუილია ხანდახან არის ხოლმე, მისა მიქაკულები. და ესეთი რა, შვეიცარიული საათივით აწყობილი. ნუ ეგეც ტყუილია. სამწუხაროდ. და ესენი კიდე რა ქვია. ეს ორსართულიანი მატარებლები რო აქვს. ახლა ჩვენ ბათუმის მატარებელს ეგეთი გვაქვს. რა კიდე იმენა ისაა რა. აი ჩაულებრივი ამბავი არის. ტიპები სამსახურში დადიან მატარებლით, რომ წადი მოდი 1 საათი ავტორპეიდან წადი ბრიუსელში იპახავე და წამოდი ბრიუსელიდან ავტორპენში უკან. და მე ესეთი ლუდი მიაყოლე რა. ხოდა ეხა ჩვენ მარშრუტკიან ტიპებს რა, ეხა ეგეთ რაღაცას რო დაგვანახებ, ჩვენ ხო ველურები ვართ, ეხა ეგრე არის, ეხა ევროკავშირი არის 64 სათფური და ჩვენ ვართ ისინი სარაველები, ხო? ხოდა ამ სარაველებს რო დაანახებ ამ იმას რა ქვია, ჩაციკწიკებულ იმებს, ავტობუსებს სადაც კნოპკას რო აჭერებს, ბიჭო, სადაც კითხულობს იმასა, შემდეგ გაჩერებას, ხმაცა და ვიზუალურსაც ჩანს, ბიჭო, ეგეთი რაღაცები. არა და უკვე აღარ გვიკვირს ეგ. ავტობუსის ხაზებიც უკვე აღარ გვიკვირს. ბატონო კახი, მადლობა ბატონო კახი რომ გადმოგხედეთ. ხო და აი ყველაფერი არის იდეაში ევროპაში რაც გვაქვს, რაც არის აქ. თითქოს რაღაც ეკოსავით წამოიღო აქეთ რა. მაკეთ то есть. ანუ ეს ბასლეინები, შმასლეინები რაღაცა. აქ არის ჩაულებრივი ამბავი რა. მარა ერთ დიდი ეს არის კითხვის ნიშანი ჩემი აზრით რა. თითქოს ეხლა უკვე 2026 წელს ამ ყველაფერს ვაკვირდები, თითქოს უკვე წარმავალი ხანა არის, ანუ ოქროს ხანამ გადაიარა უკვე რა ევროპული ტრანსპორტის. მაგრამ ხა ისე არ გამიგოთ ესენი დიმიტრი პესკოვი თუ რაღაცები რო არიან, რა ქვია. არა, მარგარეტა სიმონიანი რო არის რუსი პროპაგანდისტკა. ეგ რო იძახის ევროპელებაო რა. შეიძლება რაღაცეებში ეხლა ეგრეთლადაც არ ელპება რა. მაგრამ ეწყობა რომ უკვე მოძველებულია რა, ეხა ჭუჭყიანი მატარებლები ხშირად აგვიანებენ, იმიტომ რომ ვიღაც იდიოტები რელსებზე გადადიან, მაგას დღემდე ვერ ხვდები, რანაირად შეიძლება რომ ხალხი ხშირად ჩადიოდეს რელსებზე, მაგრამ ხდება ხოლმე. ხშირად აგვიანებს მატარებელი იმის გამო, რომ წინაღამეს ვიღაცა გრაფიტი მასტებმა იმითი მიაჯღაბნეს ნახატები და ამის რეცხვაში არიან, რომ ხაწეები ისენი ფარები ჩანდეს და შუშებში შუშარში შემოდიოდეს შუქი რაღაც რა.
რაც გაგეცინება რა ხა ამ ხელა ევროპა რა ამ ხელა ევროკავშირი ბიუროკრატიის სავანე ამდენი ერის გამაერთიანებელი და ეგეთი რაღაცები მოგვარებიათ რა და დაახლოებით იგივე ავტობუსებიც უფრო უკეთესია მაგრამ მაინც რა და ტრამვაი აქვს ბიჭო აიგა მაგარი ტრამვაი მაგარია რა ტრამვაიზე მაგარი არაფერი არა ჩაგეძინოს შიგნით რა ხო მაგით ის თქმა უნდა მოკლედ რა ანუ ძალიან ლამაზი სისტემა არის რა გაგისტორდება ესეთია ანუ A წერტილიდან B წერტილში B-ში მიხვალ რა მაგრამ ხშირად დაგვიანებებით ხშირად გამაზავ დროს დაკარგავ ხალხან ბინძური შეიძლება იყოს აქაც ხდება სხვა შორის ძალადობა იმიტომ რომ ესა ხო ანუ არის რა ხო გუჩის კეპკენი მასტები რა მოვლენ და ვიღაც არ დაავასებათ და გაძუყნიან რაღაცა შეიძლება თანაც გაუყარონ ხო ეგეთი რაღაცები ხდება რა ანუ არ არის ისეთი იდილიური რა როგორც ყოველს ჩვენ გვეგონა და გვატყუებდნენ მაგრამ Чебус вих пасу ადამიანებო ვინც აფეტიშებთ ტრანსპორტზე ცუდიან ბოიმაკს თქვენთვის იცით რატო შენ რომ ჩამოდიხარ პროვინციას საკარტველო და სხვა ქვეყნებიო ხუაზე ხარ რო ჩამოდიხარ და გიხარია რა რო გიხარია ტრანსპორტ ავტობუსის დანახვა ბოდიში მაგრამ შენი ფეხით სარდინების ბანკაში ძრები რა უნდა გელაპარაკო შენი ფეხით რო სარდინების ბანკაში ძრები სადაც ოფლის სოციალური დახმარების და დაუბანელი მიგრანტების სუნი დგას არა ეს უბრალოდ გავაბუქე რა ეგრეც არა ნუ დაბალი კლასი იყენებს ერთად მაგის თქმა უნდა რა ანუ შენ თუ ეხლა იმაში ბელგიაში ცხოვრობ და ტრანსპორტს იყენებ ნუ მაგარი ლობიო ხარ რა რატო ხარ ლობიო მაგიტო გაკრას რა ჯერ გაგვიანებენ თავზე გახურავენ ყველაფერს შენ დროს და ცხოვრებას გართმევენ და არაფრად აგდებენ და მე კაროჩამ დისკომფორტში დადიხარ და მე თან გიხარა სიფათე გაგღიმილი ამ რაღაცა ხრწანადი სისტემით მგზავრობისას ამიტომაც მოდი რეალურად შევხედოთ ეს სატრანსპორტო სისტემა და იქ რაღაცა მოიმე ტრამვაიდან გადაჯდები ავტობუსზე და მერე მატარებლებზე და რა მოსხერხებელია შემილა ვიმუშაო ჩემი სოფლიდან იმაში ჩავიდე ბრიუსელში და უკან დავბრუნდე ეს ყველაფერი არის ადამიანის გახედვნის დიდი ფერხული რა ანუ მოთოკილია ადამიანი და ჩაბმულია ამ რაღაცა მორეკვის რიტუალში და პლუს გამოყოფილია ყველაფერს. ნუ აქ კი შეშჩილებენ ერთმანეთს ყავის აპარატთან ტიპები. აი ტიპიური ბელგიური აქტივობა არის ესე ოფისში მიხვალ და ყავის აპარატთან სოციალიზაცია იასნია, უნდა იწუწუნო როგორი ცუდი ამინდია, ან როგორ გაგისხა მატარებელმა, ან ამდენ ხანი დექი საცობში. ხო ხა რახან საცობი ვახსენებ. ჩვენ გვაქვს belgiur/ნიდერლანდური/ კიდე რომელიმე ბრტყელი ქვეყანა ჩასვით აქ გამოსავალი. ველოსიპედი არის წმინდა ევროპული გამოგონება. ჯერ პროსტა შეხედეთ რა, ორი ბორბალი. ბრტყელია. რო შეხედავ თავის ძლივს უჭირავს. და ზედრო დაждები და გაატარებ ელეგანტურობის პიკია რა. ჭირდება бенზინი, არ ჭირდება. ამიტომაც ჰორმუზის სრუტე სურო 9 ჯერ გადაკეტონ, შენ არ გეხება იქ. იმიტომ რომ შენი კუნთები სამარა ხარ რა. მე ხარ გორ არ გეხება იქ, მე საჭმელი გიძვირდება, მაგრამ იქ სხვა ამბავია. მოდი ჯერ ესე კარგად შევფუთოთ. საცობი, რა საცობი? ვიწრო ხარ 80 სანტიმეტრის იგანეში. მანქანებს შორის მოძრები და დროულად ჩახვალ. და პლუს ყველაზე მაგარი. ევროპული ოცნება. კოსტუმიანი ბიუროკრატები, რომლებიც უდიდეს გადაწყვეტილებებს იღებენ ევროკავშირის დიდებულ დაღბაზებში, ამ კასტუმებით გამოწკეპელნები, ამ ველოსიპედებით დადიან სამსახურში და არ არიან ქართველი გასუქებული პოლიტიკოსები ვით. გამიგეთ, რომ ჯიპებით დადიან. აი მაგია განსხვავება, ხო? მაგრამ სამწუხაროდ რა ვიცი, ხო, ანუ რაღაც არის ცოტა სხვა მაგაში, მაგრამ ველოსიპედი ჯერჯერობით კიდე ყველაზე კარგი რაღაცაა. ანუ მართლა მაგარი რაღაცაა. არაფერი ჯუბე პატარა ოდნავ დაღმართი ვაკ, ძელი რო გიწევს დაღმართი ოდნავ და აი ხელები აუშვი და წადი დაეშვი ქარის სახეში. და თუ ზიანი ამინდია ხო ვაფშე. მაგრამ ცუდი რა არის? წვიმა. და აქეთ ამ შობელძაღ ლამანშის სრუტის მიდამოებში, გინდა ინგლისი იყოს, გინდა ჩრდილო საფრანგეთი, გინდა ეს ბელგია, გინდა ნიდერლანდები, და ცოტა დანიაც, და ცოტა ჩრდილო გერმანიაც, წვიმს ეს შობელძაღლი, ეს ცხელი ჰაერები რო ამოაქვს, ატლანტიკას, კარიბის ზღვიდან აი ესე რო ამოაქვს რა.
აქ ცხელი ჰაერები აკრას აწვიმიანებს ყველაფერს და მიდი და ეხა შენ იარის სამსახურში ყოველ დღე მასავით სამაგალითო ბიუროკრატივით ველოსიპედით რა სახეში რო გაშხუპუნებს გამონაბოლქვით შეკმაზული წვიმა ხო აი მაგაშია საქმე მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ შემოსაყვარლებო ვინცაც ძალიან გიყვართ ველოსიპედით სერული და საუბრობთ იმაზე რომ გამონაბოლქვი არ გვინდა ვაიმე უკეთესი მომავალი ცოტა საწოდაობა იმიტომ რომ მიმტანი ხარ შეჩემა იმის Uber Eats-ის ხარ რა ქვია Uber Eats-ის კურიერი ხარ თუ რა უბედურება ევროპაში ხარ მაგზე დავტირი ტაქსი როგორ დადიხარ გამაგებინეთ არა ეს ისე მაგარი ვიხუმრე ხო ვიცი არა ტაქსიცია რა თბილისში რო ყველა რო გაწუწებული არის რა რომ აუ ბიჭო ტაქსით წავიდეთ შეჩემა ტაქსით წავიდეთ შეჩემა კაი რა კი ტაქსით წავიდეთ შეჩემა აქ რავი 800 მეტრი ალბათ 30 եურო დაგიждდება Uber-ით გაკრას რა ამიტომაც რავი მე ვიტყოდი რომ ველოსიპედი არის ცხოვრება მაგრამ პოსტა ერთი დიდი მინუსი აქვს რომ არ გამოდის რა ცუდამინჩი არ გამოდის ცუდი ამინდა ამ ქვეყანაში ძალიან ხშირია მარა სიმართლე უნდა ითქვას კიდე ერთი რა ეს ქვეყანა არის ესე ენობრივი ბორდელი ხო მაგაზე მგონი ვილაპარაკეთ უკვე რომ გვაქვს ეს ფლანდრიული ზემოთ და ვალონიური ქვემოთ კაკრას ეთყობა მან რა ეს მოგერმანულო ფლანდრიელები და ცოტაც ბრიუსელიც იმიტომ რომ რაღაცნაირად ახლოს ამ მოგერმანულო ფლანდრიელებთან რადგან ესეთი გაყინული ტვინი აქვთ და ჰიპერრაციონალურები არიან თავიანთ მხარეში ჩააწიკწიკეს ველობილიკები რა მან დიცოცხლე მან საკაიფო არის მანდაც ერთი როგორც გერმანელები იტყოდნენ არ არსებობს ცუდი ამინდი არსებობს ცუდი ეკიპირება და თუმცა ცადი როცა შენ გინდა ფეხბურთის ვარჯიში ეს ხმაქნა რა საწვიმარნო ჩაიცო კი არ უნდა იტირო სახში ხო და კაკარა საწვიმარს მოიცმევ და წახვალ ამ შენ ლამაზ ბილიკებს და მანქანას არ გაგიტანს მაგრამ საფრთხე მეორე ნაწილი ეგაა რომ ბრიუსელის რაღაც ნაწილებშიც და ფრანგულენოვან სამხრეთშიც მიქაქულია ყველაფერი ო აი მიქაქული აი იამკები და რაღაცები ხალხი რაღაც ლოტკინზე რო იმასშობა ტირის და აგინებს თბილისის მერიას რომ ბიჭო რამდენი ხანია ეს იამკები არ ამოავს ეს იმდენი ფოტო გაგვიზარდეთ გამგეობაში დავარეკეთ რაღაცაო იგივეა თუ არასი არა იმას ფრანგულენოვან ხარეში გამიგეთ ხო მართლა მასე არის ანუ ველობილიკები ხანდახან ეს მიდიხარ უცებ გაწყდება და გრუზავკების გზაზე გადიხარ სატვირთოების გზაზე გადიხარ წამალტებს გისურვებთ მე შეიძლება იამკები იყოს სულ ჩათხილ-დათხრილი დავაი გააფუჭემად ბურბალი რაღაცა მე ისე ამოდიხარ ველობილიკი იწყება და ეგრე დადიხარ რა და ეგა შენი ყოველდღიურობა და ყველას ფეხზე კიდია მაგრამ არა უშავს რა მოდი აღარ გავაგრძელებ ამ ტილს იმაზე რა ქვია ველოსიპედს მაინც ჩემზე საუკეთესო რაღაცა მარა ეს ქვეყანა და ყველა სხვა ქვეყანა ერგვლევ ისე კარგად არის ერთ ჩვენ ყველაზე საყვარელ სატრანსპორტო საშუალებაზე მორგებული რომელსაც ქვია რკინის ცხენი 4 ბორბლიანი მანქანა პირადი მანქანა რო რავი მაინც ეხა რა სულ ველოსიპედის თავი მოიკლა გავიგიჟო რა არ გამოდის რა არის რაღაცები რაც მანქანას უნდა დავთმო რა მანქანით უნდა აკეთო რა აი ტრასები იმდენია ტრასიდან ტრასაზე გადასვლები ყველაფერი კვანძები მანძები შმანძები იმდენია დაჟე სავაჭრო ცენტრებიც ისე მანქანაზე მორგებული არის არის პონტები რომ ქალაქგარეთ რომ მიდიხარ რა ველოსიპედით რო ჩალიჩო რაღაცა არის მონაკვეთი რომ მიდიხარ რაღაცა გარეუბანში ხარ და ველობილიკია რა მიდიხარ და მეუცებ გაქრევ ველობილიკი და ტრასაზე ხარ და აბა ხ კისერი გიტეხია არც საფეხმავლო ეს არის სასიარულო ადგილია არც საველოსიპედო ადგილია რა კარჩი ტიპები ვინც ამას გეგმავდნენ რა არც გაულიას თავში რომ შეიძლება ამ სავაჭრო ცენტრში ტიპი ველოსიპედით მოვიდეს რა ან თუ რაღაცა ისა მანქანით მოვიდეს ფეხით თუ ის რა ყველა ანუ ცოტა რაღაც ამერიკული მანქანო ფილიის პონტი არის რა და მგონი არის ჩვენთანაც საქართველოში რაღაცნაირად იწყება ეგ რა მაგრამ რა გინდა როქნა ძმაო მანქანა რო აგრე კი გაზურდა ხა ბენზინი მაგრამ იმე საქმეს იკეთებს ზიხარ წყნარებში და ოპა გამოგატარა ტვირთი წაიღე წამოიღე რაღაცა ხალხი ჩაისუს წამოიყვანე მოიყვანე ხო რა მაგრამ სხვა შორის ხა მანდრო ქართველები გურჯები რომ წვალობთ რა მანქანის შენახვაზე და იქ რაღაცა ისანში რომ ყავდეს ჟესტიანში კი და აქეთ კიდე სადღაც მაშინ რა ქვია 100 პოლკში რო ყავს ისა ხადავიკის ხელოსანი და ელიოზი რო ყავს კიდე ისა მალე არის და რაღაცები და ესენი რო უნდა ესე აბალანსო და ასე შემდეგ და ნახევრად მექანიკოსი რო უნდა იყო აქეთ არის ძმაო ხალხს თავი ქუჩი აქვს რა ეს ლიზინგით სამსახურიდან ეგრევე
მაგარი რაღაცა სამსახურებში ძალიან ხშირად აძლევენ ტიპებს მანქანებს რა. რო ესე დაიწყე მუშაობა, თან დაში ყველაზე დაბალ გოლში რო ხარ რა. მაგრამ ძირთადად ეს ესე დიდი კორპორაციები როა რა, სადაც ეს ფინანსური ან რაღაც ეგეთი ან კონსულტანტი, ან ბუღალტერი ან რაღაც ეგეთი პოზიციები თუ აქვს. მან ეგრევე წკაპან ეს ახარ, უნივერსიტეტიდან ახალ გამოჩეკილი წიწილა. თავი გიკრეს მაგ კომპანიაში და ბახ, მანქანა რა, BMW მესამე სერია, საკაიფო რამე რუმე. და დაჟე ხანდახან ვარიანტია რომ თლიანად ელექტრომანქანა გქონდეს. წარმოიდგინეთ პროსტატო. ან ნახევრად ჰიბრიდი რა. და მანქანა ყავს წარმოიდგინე ლიზინგით. და აბოიე, ეს მაშინ რა ქვია, სადაც ცხოვრობ, მან იმაში შედიხარ რა ქვია, მერიაში ეუბნები რომ აპა მანქანა უმენა ტაკაია. ნუ პარკინგიც უფასო გაქვს, მაგ შენემაში, შემოგარენში უბანში. ხშირად თუ გაგიმართლა საწვავის ბარათი ან ელექტროენერგიის ბარათი უფასო გაქვს, ანუ შეგიძლია უსასრულოდ ტენო და თუ გაგიმართლა შეიძლება მთელი ევროკავშირის მასშტაბით ქონდეს მანქანა. ანუ წარმოვიდგინე, ანუ ეგ რას ნიშნავს და კაროჩე მუშაობ, სახეს იძრობ, ფულს იღებ და ყავს მანქანა, რითაც შეგიძლია ზაფხულში წახვიდე, მაგალითად იტალიის სამხრეთში ბარიმდე დააწვე რა. და საწვავს შენარეხი არაფერს არ აკეთებ. ხო მაგარი, ყველაზე მაგარი ვარიანტია რა. ხო საკაიფო რაღაცაა რა. მარა იცი რა არის? საცობები. ხა მან თბილისში არ გესწავლებათ ეგ. მაგრამ აქ არ ვლაპარაკობს მაგაზე, მაგრამ გაძეც საშინელება, გულის ამრევი, ემედან დილის 7:30-დან 9-მდე 10-მდე და მერე 4-დან 6-მდე გაძეცგილია ცხოვრებას ფლანგავ საჭეზე ყურებაში რა. ანუ სასოფში დგახარ, არც იძურის ვაფშე, არასრია რა აქ და მასე ყოველდღე რა და თან იმ განსით რომ ბიჭო მე ხო კომფორტი მაქვს, მე ხო მანქანა მაქვს, მე ხო ზაფხულში წავალ, მე სანტროპეს ვნახავ და ამოვალ უკანე. და აი პროსა საათებს ანიავებ ცხოვრების იმაში, რომ საცობში იდგე ბენზინი წვა და იმოძრაო ფეხით მოსიარულეზე უფრო ნელა რა, მაგარია რა, ხო მაგარია. მაგას ხოდაშორის აქაურები ეძახიან ოქროს გალიეს ეფექტს რა. რომ აი ეს სტაბილურობით ამ ყველანაირი პაკეტებით რა აქ ხო არის ეს რაღაც არის ვარიანტებიც ახლა მუშაობის დროს ისა რა. მანქანას ერთად თრეულობ მას ინტერნეტს გიხდიან, ხანდახან დამატებითი საშუალებულებო დღეები გაქვს, ეს ანაზღაურებული შობლებების დღეებიც გაქვს რაღაცა და ამ ყველანაირი პაკეტებით რა. შენ ტიპი რომელიც მუშაობ პახავ გაბავენ რა რაღაც საყვარელ უღულეს კომფორტში რომ სტაბილურობა გაქვს რაც მოდი ეს ადგილზე მივყენდებ ბევრ ადამიანს სჭირდება რა. ხა მე აქ მაგარი იმისი აქვია ოქროს ცხენიდან ლაპარაკობ თუ რა ქვია მაგას იმისი სპილოს ძვლის კოშკიდან მოძრავ ხალხს და ამით გაბავენ კაროჩე რომ შენ აქ ცხოვრება ფლანგვა მანქანაში ასე შემდეგ და რატო არის ფლანგვა ეხა მაცადე თავს და ამ ინტერნეტს რო გაძლევენ რაღაცა დამატებით დღეებს რო გაძლევენ მანქანას რო გაძლევენ საწოლს რო გაძლევენ ამ ყველაფერზე გონიათ რომ ეს ცოტა კომუნისტურად გამომივარ ეს ღორი კაპიტალისტები დიდი კომპანიის წარმომადგენლები რა სიკეთის გამოაკეთებენ ნუ რას უკაცრავად თელი სისტემა აწყობილი არის ისე რომ ბიზნესმა სარგებელი ნახოს ამ პატარა წახალისებებით რომ ეხავენ კაროჩე იმას ნაკლები გადასახადებს გადახდა უწევს კომპანიას თუ ასეთ რაღაცებს შეთავაზებს თავის თანამშრომლს ანუ საბოლოო ჯამში შენ რომ მანქანა ყავს მაგით მაყუცაკეთებს კომპანია იდეაში და პლუს შესაძლებელი იყო რომ მანქანის მაგივრად რეალური ფული მოეცა რა მაგრამ არ გაძლევს იმიტომ რომ უფრო მეტი დაუჯდება ეგ იმიტომ რომ ყოველ შენთვის მოსაცემ ფულზე უნდა გადაიხადოს გადასახადი ხო და რავი მაგას შევხედოთ ახლა რანაირად როგორ არის ახლა ეგ ესა რა ყובה რა იმიტომ რომ ამ რაღაცა ზაფხულში ბარიში წასვლის იმის გამო რა ქვია ზიხარ შენ საცობში იკლავ თავს და კაროჩე არ ვიცი ხო ანუ ნერვებს ინადგურებ ასე შემდეგ ანუ როგორ არის პირში ჩალის გამოვლება რა მეგობრებო ხო და რა ჩემი აზრით ეს წესით ხო მაგარი კომფორტი არის რომ ყველა ოჯახს ერთი მანქანა დაჟე თუ ორნი ხართ ერთად ცხოვრობთ ორივე სხვა სამსახურში ხართ თითო მანქანა ოჯახში ორი მანქანა და ორივე არის ამ კორპორატიული მითი ყელსაბამით მიბმული ამ კორპორაციებს და ასე აგრძელებენ თავიანთ იძილიურ ცხოვრებას სადაც ამასობაში ალბათ შეიძლება ქონდეთ იპოთეკური სესხიც შეიძლება კიდე იქ რაღაცის სესხი ამის სესხი და ამ სესხის გამო უნდა იპახავენ უფრო მეტი ვერანებებენ თავს ამ სამსახურს
და მოკლედ აი მაგარი ციკლია რა. ანუ თითქოს ამ საშუალო კლასის ეგოს მოთოკვა არის ამ რაღაცა იმითი ჭკუელა სათამაშოთი, რასაც თქვენ მანქანა რა, ან კომფორტის ილუზია. ილუზია ხა ვიღმეს ძალიან ვაჭერა რა, მაგრამ ხო ხვდებით რას გულისხმობ რა. რავე. და მე რა გამოდის? რომ ამ რაღაცა თავისუფლების მანქანა ხო თავისუფლების განცდა იდოქში რა. თავისუფლების გამო და თავისუფლების განცდის და ამ რაღაცა მოქნილობის, მობილურობის და კომფორტის პონჩი რა. ყველას რომ მანქანა აქვს, მე გადავსებულია ყველაფერი. არსადაც საყენებელი ადგილი არ აქვს, პარკირება ქალაქში დამჯერეთ არის ჯოჯოხეთი. თბილისში რაცა მაღაზია ბევრად უარესი არის აქეთ რა. თან ვიწრო არის საშინელება და მანქანა ქალაქი ხო გადავსებულია. საშინელება საცობები არის და რავი, ასწორებს ეგეთ გარემოში გვინდა ცხოვრება ხალხნო, აი დავფიქრდეთ რა. ამდენი მანქანა საჭიროა? რატო ვიძახი? და ალტერნატივა ხა ამდენს რომ ჭირი, რამე ცხონო თქვა რა არის ალტერნატივა. ჯერ ხო თქვი? აი სამ ველოსიპედი დაელოცოს მეთქი რა, მაგრამ აღმართებზე მაგრად ეხავს რა, მაგრამ ეხა აქეთ ჩვენთან ელექტროველოსიპედები ეხა იხოდება რა. ბევრი ადამიანს აქვს ვინა ეს ჩვეულებრივი პონჩი რა, რაღაცა. მაგრამ ფასი მაინც ცოტა ესეთია 2-3 რაღაცა. ხო ველოსიპედისთვის ბევრია ძმაო რა, ლამის ნახევარი მანქანის ფასია. მე პირველი მანქანა რო ვიყიდე $2000 მაქვს მიცემული მაგაში ბიჭო, ხუმრობთ მაგაში. ეს საქართველოს შეღოთ. და კაროჩე გამოსავალი არის. საქირავო სერვისები აქეთ ძალიან მაგარი მანქანა. ეს ქალაქში პროსტა გაფანტულია ყრია ჰეჩბეკები. რა პატარა ოპელები რაღაცები, აუდები. და როცა გინდა იქიროებ რა. და 1 რაღაცა 1 2 3 4 5 6 გამიყენებია და იგით ძვირი ვაფშე რა. მაგრამ ესეთი არა, მაინც ადამიანს რა, ისი დუხჭირეკი არა და ხო აი ეკონომიკური, ცუდი ეკონომიკით არ მოდი ხარ, ყოველჯერზე ხელი გიკანკალებს, აი ეს რაღაცა მან ფულის გაცემა რო გიწევს რა, რომ ვაიმე ეხლა 35 € გადავიხადე. ვაიმე ეხლა 70 € გადავიხადე, მაგრამ მე რო შეხედო რისთვის ქენი ეს ყველაფერი, იქ იმდენი წადი მოდი საწვავი ჩათვლილი არის, რაღაცა მაგარია რა. ხო და ცოტა კომუნისტურად რო გამომივიდეს ისევ რა. რა გვინდა ყველას ამდენი კერძო საკუთრება თუ ჩვენი მანქანები, რასაც დროის უმეტესი ნაწილი არ ვიყენებთ, თუ ტაქსისტი არ ხარ რა. დროის უმეტესი ნაწილი მაინც დგას ეს მანქანა რა. და რა ადგინა შეკაიძა, კაი ადამიანა. ეს მანქანა შენი იყოს იმენ, არ შეიძლება რომ საქირავო იყოს. იდგეს რა იქ. იქ თავის სერვისი ყავს, ვინც მიხედავს ტექნიკურ დათვალიერებას. იქაც გასუფთავება, მოსუფთავება, ნუ ჯერჯერობით არ მუშაობს კარგად, ეხა მოდი მაგაში ცხა გულწრფელები ვიყოთ რა. ხანდახან მაგარი ბენზური მანქანები გამიხსნია საქირავო. და ყველა ბედნიერია რა. რომ ესე ვაზიარებს მანქანებს და ვართ რა. ხო და რავი, რა გითხრათ რიდი გაგახაროთ რა, ბელგიაში ხო შევაჯამო რა. ტრანსპორტის სისტემა ბევრად უკეთესია ვიდრე საქართველოში, მაგრამ რა ძმაო, ეხა ეგრე შევადაროთ ის არის რა. არნოლდ შვარცენეგერი თავის კარიერის პიკში შეადარო, უბრალოდ დავწყე ბოდიბილდერს, ეგეთი ბაზარია რა ეხა. ვა, საყოველთაო უფრო მაგარია, ბრავო. ახლა ევროპა შვარცენეგერია და ჩვენ ის ვართ დამწყე ბოდიბილდერი რა. ახლა 30 წელია ძმაოს დამოუკიდებლები ვართ, რაღაცა წვალობს და ერთმანეთს თავის გატეხვაში ვართ და სისტემების აგება ეხა დავიწყეთ ახლა. რავი, ეს ბასლინები და რაღაც კალაძე რო აკეთებს და მაგარი რო ეხურება თავზე. ხო რა, მე მაინც იმედიანად უყურებ, მეგობრებო, შეღამი. და მოკლედ გისურვებდით, რომ არ გააფეტიშოთ ევროპაზე მაგდენი, უფრო ჯანსაღი თვალით რო შეხედოთ რა. რომ ეს ტრანსპორტის და ყველაფერი რა კი მაგარია, მაგრამ ძალიან ბევრი ნაკლები აქვს თავისი რა. ეს განაცებულია ჩვენც ვისწავლოთ. რომ ამათმა რაც იჩალიჩეს 70-იან წლებიდან, 60-იან წლებიდან, თაჟი 50-იანებიდან დღემდე რაღაცებმა გამართლა, რაღაცებმა არ გამართლა, რაღაც გავიმეოროთ იგივე ბრმად დახამებული დაგეშილი გოიმებივით, რომ ვაიმე ბიჭო, იმათ მაქნეს значит მაგარია. დავაგვირდეთ პაცა შევხედოთ, ეგება არ მუშაობს ეს შობილძაღლი, ვიცი, ხო რა. მოკლედ რა, ეგ იყო ჩვენი ბელგიო-ნიდერლანდული ტრანსპორტი. და კიდე ერთი ბელგიაში ცუდი გზებია, ნიდერლანდებში მაგარი გზებია. ეგაა მაგარი. აბა, სულ ეს იყო, კარგად მეყოლეთ.